ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია ახალი წლის დღეები იმართება. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დილიდან დაიწყო. მოეწყო სხვადასხვა გასართობის სივრცეები, დამონტაჟდა საახალწლო ინსტალაციები და ილუმინაციები. პატარების საახალწლო განწყობაზე ზღაპრის გმირები და სანტას ბრუნავდნენ. მთელი დღის განმავლობაში ჩვენს ქალაქში წინა საახალწლო განწყობა იგრძნობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით წინა საახალწლო კონცერტები იმართება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ დღევანდელი დღისთვის მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა გადავუხადო მადლობა დღევანდელი კონცერტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი 2025 წელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყოველივე საუკეთესოს მომტანი წინსვლის წარმატების ხვავის და ბარაკის. ბოლოს მინდა მიულოცოთ დამდეგი 2025 წელი მიმდინარე წელი გამორჩეული იყო თავისი სირთულეებით, თუმცა ჯერა და მათ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სირთულეები მალე გადაილახება და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. უკვე მეოთხე წელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ტარდება მთელს ქვეყანაში საახალწლო დღეები. წელს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თითქმის მთელს ტერიტორიაზე 63 მუნიციპალიტეტში ტარდება საახალწლო დღეები. დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობებია, უამრავი სხვა აქტივობები და საღამოს გრანდიოზული კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. ჩვენთან ერთად, ბოლნისთან ერთად კიდევ რამდენიმე ქალაქი იწყებს დღევანდელ დღეს ამ საზეიმო განწყობას და უერთებით და ვულოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს. პირველ რიგში უსურვებ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას ყველას. განწყობა მაქვს ძალიან დადებითი, მშვენიერი ოჯახთან ერთად ვაპირებ. ახლა გასულები არიან სხვადასხვა ლოკაციებზე, შეინობენ შვილები, შვილიშვილები თბილისიდან ჩამოსულები არიან. ახალი წლის დღეების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც გამოიფინა ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთები. ასევე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ნუგბარი და ღვინო. გავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ადგილობრივ მეწარმეებს, რომ შეძლონ წარუდგინონ თავიანთი ნაწარმი ადგილობრივ საზოგადოებას. სრულიად საქართველოს და ჩემს ლამაზ ბოლნის ვულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს, ვუსურვებ მშვიდობას და წარმატებას. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, პატარასთან ერთად გამოვედი, პატარები ძალიან ხარობენ და ყოველს გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. დილიდანვე საახალწლო განწყობა არის, ახალგაზრდები ერთობიან, ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მინდა რომ ყველას მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. დღეს შევიკრიბე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ გავიზიარო დღევანდელი დღესასწაული საახალწლო განწყობა. პანდელებითი ბარება, სიამოდის თოვლით ნება. მისამღერში ერთად ღონისძიება 15 საათზე ჯგუფ მიქსტურას და თეატრალური კვარტეტის მონაწილეობით გაგრძელდა, რომელიც საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.